მე ვარ თამარ დავითაძე 7 წლის. ვსწავლობ მესამე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ცეკვა, სიმღერა და ხატვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვაზე არ დავდივარ, მაგრამ მინდა შევიდე. მე ვიცი ყვავილის დახატვა, ბალახის ხატვა, სახლის ხატვა, გოგონას ხატვა, მზის დახატვა, ცის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი და არ მომწონს შავი. იმიტომ არ მიყვარს შავი ფერი, რომ ძალიან მუქი ფერია. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და 40 ნახატი მაქვს. აქედან მაქვს ერთი გამორჩეული ნახატი, რომელზეც ხატია ბუნება. ბუნება, ხე, ყვავილები, მზე, ბალახი და ყვავილები. ნამოდენიმეჯერ სახლში გამოფენა გავაკეთე. გამოფენაზე იყვნენ ჩემი მეგობარი, ბებია, ბაბუა, მე და დედა. ჩემი 3 ნახატი მაქვს გაყიდული. ეს ნახატები იყიდეს დედა, ბებიამ და ბაბუამ. ნახატები ხილდა 20 ლარი, 5 ლარი და 10 ლარი. ფული დავხარჯე საბრანჭავებში. ზოგჯერ ვიპარავ დედას მაკიაჟებს და ვიბრანჭებ. ეს დედიკო ვალიცის და საიდუმლოა. ზოგჯერ დედიკოსაც ბრანჭებ. ასევე ძალიან მიყვარს ცეკვა. უკვე 2 წელია ვცეკვავ თაწმინდაში. მახსოვს პირველი დღე, როცა შევედი ცეკვას. ჯექი დავყურებდი ბავშვებს. და მეორე დღეს კარგად გამომევიდა ცეკვა. ეს იმის დამსახურებაა, რომ კარგად უყურებდი. ჯერ კონცერტი არ მქონია, მაგრამ მინდა მქონდეს. ჩემი კონცერტი მინდა იყოს იტალიაში, სადაც ვცეკვებ აჭარული. ჩემი საყვარელი ილეთია ეს 1 2 3 4 5 6 7 8 და 1 2 3 4 5 6 7 8. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. მაქვს ცეკვის ფორმა, რომელიც არის შავი. მინდა მქონდეს ვარდისფერი გრძელი კაბა, ბანტიანია. ცეკვაში ძნელია ახალი ილეთების სწავლა. მარტივია ვარჯიშები. ჩემი ცეკვის მასწავლებელი თქويا ლელა. ნელა მასწავლებელი არის მხიარული და მზრუნველი. ასევე ძალიან მიყვარს სიმღერა. უკვე 2 წელია დავდივარ სიმღერას. სიმღერაზე მღერივარ გუნდთან ერთად. მე ვარ მეორე ხმა. ჩემი საყვარელი სიმღერა თაში სალაბურს. თაში სალაბურს ვაკვდესებს, რომ ვერ აღხედავს თვალებით. დავდივარ თვალებს ვაცეცებთ, ქალაუგედა თვალებით. დავდივარ თვალებს ვაცეცებთ, ქალაუგედა თვალები. წინდებრობდა სიმღერაში მინდა ვიარო 7 წელი. მინდა ვიმღერო მიკროფონი დიდი სცენაზე. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. ყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ბარბარე. ყველაზე ჭკვიანი ანანუ. ყველაზე მშვიდი არის დავითი. ყველაზე ცელქია თომა. მე ვარ ყველაზე ლამაზი და პრანჭია. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მაია სიხარულიძე. იმიტომ რომ ლამაზია, მხიარულია, მეხუტება და გვეთამაშება. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე სიმღერის მასწავლებელი. ბავშვობაში მივდოდა გამოსულიყავი კბილის ექიმი. ახლა მინდა ვიყო 12 წლის. ვიქნები უფრო ლამაზი და ჭკვიანი. სახლში ვცხოვრობთ მე, მამა და დედა. მამა არის სიმპათიური, მხიარული და სულ მეთამაშება მე. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის თბილი, ლამაზი, მზნურველი და ისიც სულ მეთამაშება. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ძალიან მიყვარს დედას გაკეთებული ბლინები. სხვათა შორის მეც ვიცი
საჭმელების მომზადება. პირველად რომ საჭმელი გავაკეთე, ვიყავი 5 წლის. ეს საჭმელი იყო მჭადი. ეხლა ყველაზე კარგად ვაკეთებ პიურეს. ჩემი საყვარელი მუნთმინია ტომი და ჯერი. საყვარელი ხაპარია წითელ ქუდა. მე მინდა ვიყო რაპუნცელი. მაგიტომ ჩუმად ვიზრდით მას. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მექნებოდა გრძელი ფრთები. ავფრინდებოდი ქედაში, მერე თბილ ქვეყნებში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. თამარი რომ არ მერტყოს, რა მერქმეოდა? მე თამარი დამარქვა დედამ და ძალიან მომწონს. მაგრამ თამარი რომ არ მერქვას, ნუცა ვიქნებოდი. შემდეგ ბავშვს უტოვებ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაში არის კალათბურთი. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს დახუჭობა. ბედნიერება არის iPhone-ი ხომაჯურობ და დედამ რო ჩამეხუტოს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.